ჩვენი მეცხრე ლექციის თემაა ზრდის ფაქტორები და უჯრედშორისი ონკოცილები. ნორმალურ უჯრედში არსებული ზრდისა და განვითარების პროგრამა უჯრედგარე ინფორმაციული სასიგნალო სისტემების საშუალებით ხორციელდება. ამ სიგნალების გადაცემა მრავალი ტიპის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების საშუალებით წარმოებს, რომელთა შორის წამყვანი მნიშვნელობა მიეკუთვნებათ ზრდის ფაქტორებს. ზრდის ფაქტორები ეს არის ცილა პეპტიდოვანი ბუნების მქონე ნაერთები, რომელთა მოლეკულური წონა 1000-დან 100,000-მდე მერყეობს. ზოგიერთი ასეთი ფაქტორი კლასიკური ჰორმონის მსგავსად ენდოკრინული ჯირკვლების სპეციალიზირებულ უჯრედებში სინთეზდება, ვრცელდება სისხლის საშუალებით და სხვადასხვა ტიპის ეფექტორულ ქსოვილებზე მოქმედებს. ეს არის ეგრეთ წოდებული ენდოკრინული რეგულაცია. ზრდის ფაქტორების უმრავლესობა ქსოვილთა არაჯირკვლოვან უჯრედებში წარმოიქმნება და უჯრედშორისი სითხისა თუ სისხლის საშუალებით ვრცელდება შეზღუდულ ფართობზე. მათი მოქმედების არეალი დიდი არ არის და მოიცავს ქსოვილის ან ორგანოს მხოლოდ გარკვეულ რეგიონს. ეს არის თქვენ როგორც უკვე იცით, ეგრეთ წოდებული პარაკრინული რეგულაცია. გარდა ამისა, ზრდის ფაქტორი შესაძლებელია დასინთეზდეს გარკვეული ტიპის უჯრედებში, სეკრეტირდეს უჯრედშორის სითხეში და იმოქმედოს საკუთარ რეცეპტორებზე. ეს თქვენთვის უკვე ცნობილი ავტოკრინული რეგულაციაა. ყველა ამ ჩამოთვლილ შემთხვევაში ზრდის ფაქტორების მოქმედება არის კომპლექსური და მოიცავს უჯრედის ფუნდამენტურ ცვლილებებს. მათი საშუალებით უჯრედი იწყებს გამრავლებას და ამთავრებს მას, იწყებს დიფერენცირებას და გამოდის დიფერენცირებული მდგომარეობიდან. მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ფაქტორების უმრავლესობას აქვს მიტოგენური ეფექტი, მათი მოქმედება უჯრედებზე ხშირად საწინააღმდეგო და ურთიერთდაპირისპირებულია. ზრდის ფაქტორების მოქმედების საბოლოო მიზანს წარმოადგენს უჯრედის გენეტიკური აპარატი. კავშირი მათ შორის უჯრედის რთული ფერმენტული სისტემების საშუალებით ხორციელდება. ეს ფერმენტები ემსახურებიან ინფორმაციის გადაცემას, რომელიც პლაზმური მემბრანიდან ბირთვისკენ არის მიმართული. მათი ანომალური მოქმედება ან რეაქციათა მსვლელობის დარღვევა განაპირობებს უჯრედის რეგულაციის მოშლას, რასაც მოჰყვება პათოლოგიის განვითარება. ეს ციტოკინები ზრდის ფაქტორების უნიკალური ოჯახია, რომლებიც ძირითადად სეკრეტირდებიან ლეიკოციტებიდან და სტიმულირებენ ორივე ჰუმორულ და უჯრედულ იმუნურ პასუხებს, ფაგოციტური უჯრედების გააქტივებით. ციტოკინებს, რომლებიც სეკრეტირდნენ ლიმფოციტებიდან, ჰქვიათ ლიმფოკინები. მონოციტებიდან ან მაკროფაგებიდან სეკრეტირებულებს ჰქვიათ მონოკინები. ბევრი ლიმფოკინი ცნობილია როგორც ინტერლეიკინი და მათ აქვთ ლიმფოციტების ეფექტი. ანუ ინტერლეიკინები ეს ზრდის ფაქტორებია, რომელთა სამიზნეს წარმოადგენს ჰემატოპოეტური წარმოშობის უჯრედები. პირველი ზრდის ფაქტორი, რომელიც ჯერ კიდევ 1953 წელს იყო დახასიათებული ლევი მონტალჩინისა და ჰამბურგერის მიერ, იყო ნერვების ზრდის ფაქტორი NGF-ი. ის თაგვის სარკომის უჯრედებიდან იყო გამოყოფილი და ემბრიონული ნერვული უჯრედების ზრდას განაპირობებდა. შემდგომში აღმოჩენილი იქნა ეპიდერმისის ზრდის ფაქტორი, ფიბრობლასტების ზრდის ფაქტორები, თრომბოციტების წარმოქმნელი ფაქტორები და სხვა. დღეისთვის სხვადასხვა ქსოვილში ათობით ასეთი ფაქტორი არსებობს. რაც შეეხება ეპიდერმისის ზრდის ფაქტორს, ის უკავშირდება უჯრედის ზედაპირზე მდებარე სპეციფიკურ მაღალი თვისობის ეპიდერმისის ზრდის ფაქტორის რეცეპტორს და განაპირობებს რეცეპტორის თიროზინ კინეზურ აქტივობას. თიროზინ კინეზური დომენი აფოსფორილირებს როგორც საკუთრივ ეპიდერმისის ზრდის ფაქტორის რეცეპტორს, ანუ ადგილი აქვს ავტოფოსფორილირებას, ასევე სხვა ცილებს, რომლებიც მონაწილეობენ სიგნალის ტრანსდუქციის კასკადში.
ეპიდერმისის ზრდის ფაქტორს აქვს პროლიფერაციული ეფექტი უჯრედებზე. ეპიდერმისის ზრდის ფაქტორზე უჯრედის პასუხი მოიცავს ბირთვული პროტოონკოგენების ექსპრესიას. ვთქვათ, ისეთი ბირთვული პროტოონკოგენების, როგორც არის ფოსი, ჯუნი, მიცი. რაც შეეხება თრომბოციტების წარმოქმნელ ზრდის ფაქტორებს, ისინი შედგება ორი განსხვავებული პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან, A და B ჯაჭვებისგან. შეიძლება იყოს ჰომოდიმერული, ანუ როდესაც მხოლოდ ორი A ჯაჭვია, შეიძლება იყოს ან მხოლოდ ორი B ჯაჭვია, ან ჰეტეროდიმერული, როდესაც არის A და B ჯაჭვი ერთად. მხოლოდ დიმერულ ფორმაში უკავშირდება თრომბოციტების წარმოქმნელ ზრდის ფაქტორს, თრომბოციტების წარმოქმნელი ზრდის ფაქტორი მხოლოდ დიმერულ ფორმაში უკავშირდება თავის რეცეპტორს, რომლის გააქტივებაც ასევე ვლინდება თიროზი კინეზურ აქტივობაში. აქვს პროლიფერაციული ეფექტი და განაპირობებს ფოსის, მიცისა და ჯუნის პროტოონკოგენების ექსპრესიას. რაც შეეხება სიმსივნის ზრდის ფაქტორ ბეტას, ანუ TGF-ბეტას, ეს ცილა სინთეზდება სიმსივნური უჯრედების ხაზიდან და უნარი აქვს გამოიწვიოს ნეოპლაზია უჯრედულ კულტურაში. TGF-ბეტას აქვს პროლიფერაციული ეფექტი მეზენქიმურ და ეპითელიალურ უჯრედებზე და ანტიპროლიფერაციული ეფექტი ენდოთელურ უჯრედებზე, აგრეთვე მაკროფაგებზე და T და B ლიმფოციტებზე. და ამით ისინი აქვეითებენ იმუნოგლობულინების სინთეზს და იწვევენ ჰემატოპოეზის სუპრესიას. სიმსივნის დისფაქტორი ბეტა უკავშირდება უჯრედის ზედაპირულ სიმსივნის დისფაქტორი ბეტას რეცეპტორს, რომელსაც აქვს სერინ-ტრეონკინეზური აქტივობა. რაც შეეხება სიმსივნის ზრდის ფაქტორ ალფას, ის ეგრეთ წოდებული კახექტინი ქვია მას, ის სეკრეტირდება სიმსივნური უჯრედებიდან და ახდენს გარკვეული ტიპის ნორმალური უჯრედების ტრანსფორმაციას კულტურებში. სიმსივნის ზრდის ფაქტორი ალფა უკავშირდება როგორც თავის, ასევე სიმსივნის დისფაქტორი ბეტას რეცეპტორს და განაპირობებს პროლიფერაციას. მისი მოქმედების შედეგია კარცინომა. რაც შეეხება ახლა სიმსივნის ნეკროზის ფაქტორ ალფას, ის იწვევს მაკროფაგების აქტივაციას, რაც ძირითადი იმუნური პასუხია, ხოლო სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ბეტა ლიმფოტოქსინი სინთეზდება T ლიმფოციტებში, კერძოდ ციტოტოქსიკურ T ლიმფოციტებში და მას უნარი აქვს გამოიწვიოს მრავალი სხვადასხვა ტიპის უჯრედის სიკვდილი. რაც შეეხება ინტერლეიკინ 1-ს, ის ზრდის T უჯრედების აქტივობას ანტიგენების აპასუხოდ. T უჯრედების აქტივაცია ინტერლეიკინ 1-ით ზრდის T უჯრედების მიერ ინტერლეიკინ 2-ის და ინტერლეიკინ 2-ის რეცეპტორის პროდუქციას. ინტერლეიკინ 2 პროდუცირდება და სეკრეტირდება გააქტივებული T უჯრედებიდან და ის პასუხისმგებელია T უჯრედების პროლიფერაციაზე, აგრეთვე B უჯრედებზე, მაკროფაგებზე და ბუნებრივ კილერებზე, NK უჯრედებზე. NK უჯრედები ახდენენ ინტერლეიკინ 2-ის რეცეპტორის ექსპრესიას და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფას სეკრეციას ინტერლეიკინ 2-ის საპასუხოდ, რაც განაპირობებს მაკროფაგების გააქტივებას. ახლა რაც შეეხება ზრდის ფაქტორების მეტაბოლიზმს. ზრდის ფაქტორები უჯრედშორის სითხეში დაბალი კონცენტრაციით არიან წარმოდგენილი, სადღაც 10-9, 10-10 მოლია. მაგალითად, თრომბოციტების წარმოქმნელი ზრდის ფაქტორი თრომბოციტებიდან მხოლოდ ჭრილობების შეხორცებისას და აგრეთვე თრომბის ფორმირების დროს გამოიყოფა. ის აგრეთვე სეკრეტირდება მაკროფაგებიდან, ენდოთელიური და სისხლდარღვების გლუვი კუნთების უჯრედებიდან, მათი ჰორმონალური გაღიზიანების შედეგად. ფიბრობლასტების დისფაქტორ ბეტას რაოდენობა უჯრედშორის სითხეში მცირეა და ის მხოლოდ ამ უჯრედების დაზიანების შედეგად გამოიყოფა. ერითროპოეტინი და სხვა ზრდის ფაქტორებიც მხოლოდ სპეციალური ზემოქმედების შედეგად სეკრეტირდებიან. როგორც უკვე აღნიშნეთ, ზრდის ფაქტორების გავრცელება ხდება ორგანიზმის შეზღუდულ არეალში. გამოყოფის შემდეგ ისინი სწრაფად იშლებიან სხვადასხვა ტიპის პროტეაზებით, რის გამოც მათი კონცენტრაცია სწრაფად ქვეითდება.
ზოგიერთი ზრდის ჰორმონი ერთი ტიპის უჯრედებიდან გამოყოფის შემდეგ დეპონირდება მეორეში და იქიდან მოთხოვნილების მიხედვით ხელმეორედ გამოიყოფა. ზრდის ფაქტორები სხვადასხვა ტიპის უჯრედებზე სხვადასხვანაირად მოქმედებენ. მაგალითად, ეპიდერმისის ზრდის ფაქტორი თუ ეპითელიუმის უჯრედების გამრავლებას იწვევს, კანის შემთხვევაში ის განაპირობებს, კანის უჯრედების შემთხვევაში ის მათ დიფერენცირებას განაპირობებს. იგივე ფაქტორი კბილის ეპითელიუმის გამრავლებას აძლიერებს და ამავე დროს აკავებს კბილის მეზენქიმური უჯრედების პროლიფერაციას. ასეთი მრავალმხრივი ეფექტი დამოკიდებულია ზრდის ფაქტორების უჯრედული რეცეპტორების რაობაზე და მათ ციტოპლაზმურ შემაკავშირებელ ელემენტებზე. არსებობენ ფაქტორები, რომლებიც მრავალი ტიპის უჯრედებზე და ქსოვილებზე მოქმედებენ და არიან ისეთებიც, რომელთა მოქმედებაც მკვეთრად არის შემოფარგლული ამა თუ იმ უჯრედით. მაგალითად, ინსულინის მაგვარი ზრდის ფაქტორი, ეპიდერმისისა და ფიბრობლასტების ზრდის ფაქტორები უჯრედთა თითქმის ყველანაირ პოპულაციაზე მოქმედებენ და იწვევენ სხვადასხვა ქსოვილთა რეგენერაციას და მათი ჰომეოსტაზის რეგულაციას. ხოლო ისეთი ფაქტორები კი, როგორიცაა, ვთქვათ, კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი ან ნერვების ზრდის ფაქტორი, მოქმედებენ მხოლოდ გარკვეულ უჯრედებზე. კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი იწვევს მხოლოდ მაკროფაგების და ოსტეოკლასტების აქტივაციას, ხოლო ნერვების ზრდის ფაქტორი ნეირონთა დიფერენცირებას. რაც შეეხება უჯრედების ტრანსფორმაციას და ზრდის ფაქტორების ავტონომიას. უჯრედის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელია ზრდის ფაქტორების არსებობა. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი თვალსაჩინო მაგალითია უჯრედული კულტურების ზრდის პროცესი. უჯრედების კულტურა in vitro საკვებარეზე ვერ იზრდება, თუ მასში არ არის სისხლის შრატი, რომელიც მდიდარია ზრდის ფაქტორებით, რომლებიც შრატის პლაზმიდან წარმოქმნის პროცესში თრომბოციტებიდან გამოთავისუფლდება. ამიტომ შრატის არსებობა აუცილებელია უჯრედების გამრავლებისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის, სხვადასხვა ტიპის უჯრედებისთვის. ასევე საჭიროა მათი დიფერენცირებისთვის და ამ უჯრედების დიფერენცირებისთვის სხვადასხვა ტიპის დისფაქტორია საჭირო. ნორმალურისგან განსხვავებით, სიმსივნური უჯრედებისთვის ზრდის ფაქტორების კომპლექტი საჭირო არ არის. ისინი ან ერთი რომელიმე ზრდის ფაქტორის თანაობისას, ან კიდევ საერთოდ ყოველგვარი ფაქტორის გარეშეც თავისუფლად მრავლდება. სიმსივნური უჯრედების ზრდის ასეთი ავტონომია შეიძლება გამოწვეული იყოს სამი მიზეზით. პირველი ეს არის ის, რომ სიმსივნური უჯრედები გამრავლებისას თვითონ ასინთეზებენ ზრდის ფაქტორებს და გამოყოფენ მათ საკვებარეში. მეორე, მათი რეცეპტორული სისტემების დაზიანების გამო დაქვეითებული აქვთ ზრდის ფაქტორების აღქმის უნარი. და ბოლოს, მესამე, სიმსივნურ უჯრედებს შემცირებული ან დარღვეული აქვთ ის ბიოქიმიური მექანიზმები, რომლებიც ინფორმაციის გადაცემას ემსახურებიან პლაზმური მემბრანიდან გენეტიკურ აპარატამდე. პირველად 1980 წელს სპორნისა და ტოდაროს მიერ დადგინდა, რომ ნეოპლაზიის განვითარებას საფუძვლად უდევს ავტოკრინული რეგულაცია, ანუ ავტოსტიმულაცია, რაც გულისხმობს ტრანსფორმირებული უჯრედების მიერ გამომუშავებული ფაქტორების სეკრეციას საკუთარი უჯრედების ზრდისა და გამრავლებისთვის. ნეოპლასტიკური უჯრედები ნორმალურისგან განსხვავებით გამოყოფენ ნაერთებს, რომლებიც გამრავლების პროცესს აძლიერებენ და წამყვანს ამ ნაერთებში სიმსივნის ზრდის ფაქტორი TGF-alpha წარმოადგენს.
გარდა ამისა, სიმსივნური უჯრედები ინტენსიურად გამოყოფენ თრომბოციტების წარმოქმნილ ზრდის ფაქტორებს, ნერვების ზრდის ფაქტორებს, ფიბრობლასტების ზრდის ფაქტორებს და სხვა ფაქტორებს, რომლებსაც აქვთ აშკარად გამოხატული მიტოგენური ეფექტი. ამ ფაქტორების ზემოქმედების გამო სიმსივნური უჯრედი გადადის განუწყვეტელი პროლიფერაციის მდგომარეობაში და ინტენსიურად მრავლდება. უფრო მეტიც ამ ფაქტორების ინტენსიური სინთეზი შესაძლებელია საფსულადაც კი ედოს სიმსივნის განვითარებას. აღსანიშნავია ის, რომ აღნიშნული ზრდის ფაქტორები პროტოონკოგენების საშუალებით სინთეზდება, რომელთა ონკოლოგიურ ანალოგებს CIS, INT და FGF წარმოადგენს. ყველაზე უკეთ შესწავლილი ამ ონკოგენებში არის CIS ონკოგენი, რომლის მიერ სინთეზირებული ცილის მოლეკულური წონა 28000 ტოლია. ის მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს ტრანსფორმაციას, თუ უჯრედებს აქვთ თრომბოციტების წარმოქმნელი ზრდის ფაქტორების რეცეპტორები. დანარჩენ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცილა დიდი რაოდენობით სინთეზდება უჯრედებში და ინტენსიურად სეკრეტირდება, ის გადაგვარებას ვერ იწვევს. ამრიგად, CIS-ის ცილოვან პროდუქტს თრომბოციტების აგრეგაციის ფაქტორის მაგვარი ფაქტორი წარმოადგენს. ონკოუჯრედების მიერ სეკრეტირებული ცილოვანი პროდუქტების ნაწილი ფიბრობლასტების დისფაქტორის მსგავს პეპტიდებს წარმოადგენს. მაგალითად, ონკოგენი HSP აკოდირებს ფიბრობლასტების დისფაქტორის ჰომოლოგიურ პეპტიდს, რომელიც დიდი რაოდენობით სინთეზდება ადამიანის კუჭის კარცინომულ უჯრედებში. მეორე ტიპის ანალოგიური მოქმედების ზრდის ფაქტორებს, რომლებიც ტრანსფორმირებული უჯრედებიდან სეკრეტირდება, INT ონკოგენის პროდუქტები შეადგენენ. ის, რომ ონკოგენური წარმოშობის ზრდის ფაქტორები მათ ნორმალურ ანალოგებთან შედარებით გაცილებით უფრო ადვილად იწვევენ უჯრედის ნეოპლასტიკურ გადაგვარებას. ამ ფაქტორების მოქმედების შედეგად უჯრედები კარგავენ ადჰეზიურობას, რეფრაქტულობას და უვითარდებათ ისეთი თვისებები, რაც ტრანსფორმირებული უჯრედებისთვის არის დამახასიათებელი. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ მათი მოქმედების შედეგად ადგილი აქვს სხვა პროტოონკოგენების რეგულაციისა და ექსპრესიის დარღვევას, რაც უჯრედის ფენოტიპურ ცვლილებებს განაპირობებს. ამრიგად, ზრდის ფაქტორების მასინთეზებელი ონკოგენების მოქმედების შედეგად მათი ცილოვანი პროდუქტები უჯრედშორის სითხეში დიდი რაოდენობით გამოიყოფა. გამოდიან რა უჯრედიდან ეს ფაქტორები ავტოკრინულად საკუთარ რეცეპტორებზე მოქმედებენ და იწვევენ მათ გააქტივებას. ვინაიდან მათი რაოდენობა უჯრედშორის სითხეში შესაბამისი ონკოგენის ძლიერი ექსპრესიის გამო იზრდება, რეცეპტორი გამუდმებით გააქტივებულ მდგომარეობაში იმყოფება და დიდი ხნის განმავლობაში იღებს მიტოგენურ სიგნალს. ასეთი უჯრედი განუწყვეტლივ პროლიფერირებს და რადგან ამ დროს გენეტიკური აბერაციების ალბათობა იზრდება, შესაძლებელია მოხდეს სხვა ონკოგენების აქტივაციაც. შედეგად პროცესი მთავრდება ნეოპლასტიკური ტრანსფორმაციით. აღსანიშნავია ისიც, რომ სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციის მასტიმულირებელი ფაქტორების გარდა გამოყოფენ სიმსივნური უჯრედები გამრავლების შემაკავებელ ფაქტორებსაც. ასეთებია სიმსივნის ზრდის ფაქტორი ბეტა, ზოგიერთი ტიპის ინტერფერონი და სხვა. მაგრამ მათი წილი ფაქტორების მთლიან სპექტრში მცირეა, რის გამოც ისინი ვერ ზღუდავენ სიმსივნის ზრდის პროცესს. ეხლა რაც შეეხება ზრდის ფაქტორების რეცეპტორებს და სანამ ზრდის ფაქტორების რეცეპტორების განხილვას დავიწყებდეთ, აუცილებელია აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც შედარებით ბოლო წლებში გაირკვა და რომელიც უჯრედის ძირითად რეგულატორულ სისტემებთან არის დაკავშირებული.
როგორც აღმოჩნდა, უჯრედში მიმდინარე ფუნდამენტური პროცესები რეგულირდება არა მხოლოდ დაბალმოლეკულური ნაერთების ურთიერთქმედებით ერთმანეთთან ან მაღალმოლეკულურ ნაერთებთან და ამ დაბალმოლეკულურ ნაერთებს მიეკუთვნება თქვენთვის უკვე ცნობილი ციკლური ნუკლეოტიდები, ტრიფოსფოინოზიდოლი, დიაცილგლიცერიდი და ასე შემდეგ, არამედ ცილების ურთიერთდაკავშირების საშუალებითაც. თანამედროვე გამოკვლევებით დადგინდა, რომ იმისთვის, რომ დაიწყოს უჯრედის თვისობრივი გარდაქმნები, მაგალითად ის დიფერენცირებული მდგომარეობიდან გადავიდეს პროლიფერაციულში ან პირიქით, არ არის საკმარისი მხოლოდ მეორადი შუამავლების კონცენტრაციის გაზრდა ციტოპლაზმაში. არამედ უნდა მოხდეს ცილოვანი კომპლექსების მკვეთრი გადანაწილება. ამრიგად უკვე წინა პლანზე მოდის ცილაცილოვანი ურთიერთობა, რომლის საშუალებითაც წარმოებს ინფორმაციის შეცნობა, დამუშავება და გადაცემა. და ერთ-ერთი პირველთაგანი, რომლის დროსაც ასეთი ცილაცილოვანი ურთიერთობა აღმოჩნდა ზრდის ფაქტორების რეცეპტორული სისტემა. ზრდის ფაქტორების რეცეპტორები ლოკალიზებულია უჯრედის პლაზმურ მემბრანაზე. მათ აქვთ მსგავსი აგებულება და ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ ლიგანდური ცენტრით განსხვავდებიან. ლიგანდური ცენტრი მაღალ სპეციფიკურია და იკავშირებს მხოლოდ შესაბამის ზრდის ფაქტორებს. ზრდის ფაქტორთა რეცეპტორები მემბრანაზე მჭიდროდ კონცენტრირებულ უბნებს კლასტერებს წარმოქმნიან. რეცეპტორი შედგება სამი დომენისგან. ეს არის გარეთა უჯრედშორისი, შუა ტრანსმემბრანული და შიდა ციტოპლაზმური ნაწილებისგან. რეცეპტორული უბანი ცილის უჯრედგარე დომენზე მდებარეობს. ფაქტორის მიერთების შემდეგ ცილის კონფორმაციული ცვლილება გადაეცემა უჯრედშიდა დომენს, რომელიც წარმოადგენს რეცეპტორის კატალიტურ კომპონენტს და მას აქვს თიროზინ პროტეინკინაზური აქტივობა. ლიგანდის მიერთების შემდეგ წარმოებს რეცეპტორთა დიმერიზაცია. თუ არააქტიური თავისუფალი რეცეპტორი მონომერულ ფორმაში იმყოფება, ზრდის ფაქტორის მიერთების შემდეგ ისინი ერთმანეთს უერთდება და წარმოქმნის აქტიურ კომპლექსს. რეცეპტორის დიმერიზაცია უჯრედში და კატალიტური კომპონენტის აქტივაციის აუცილებელ ეტაპს წარმოადგენს, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ იწყება პროტეინკინაზების გააქტივება. გააქტივებული პროტეინკინაზები ერთმანეთის ფოსფორილირებას იწყებენ. ასეთი ტრანსფოსფორილირების გამო უჯრედში და დომენებს ემატებათ უარყოფითი მუხტი, ეცვლებათ კონფორმაცია და წარმოებს მათი გარკვეული ამინომჟავური თანამიმდევრობის ექსპონირება. რეცეპტორების ექსპონირებულ ამინომჟავათა თანამიმდევრობაზე მიერთებას იწყებენ გარკვეული ტიპის ციტოპლაზმური ცილები, რომლებიც აგრძელებენ ბიოლოგიური ინფორმაციის გადაცემას და ამ ცილებმა ადაპტორული ცილების სახელწოდება მიიღეს. ადაპტორულ ცილებს აქვთ სპეციალური რეგიონი, ეგრეთ წოდებული ესაშორი რეგიონი, რომლის საშუალებითაც ისინი ცნობენ და უკავშირდებიან რეცეპტორის უჯრედში და ფოსფორილირებულ დომენს. ადაპტორულ ცილას რეცეპტორთან მიერთების შემდეგ კონფორმაცია ეცვლება და თუ ასეთი ცილა წარმოადგენს ფერმენტს, იცვლება მისი აქტივობაც. დღეისთვის ათობით ასეთი ესაშორ რეგიონიანი ადაპტორული ცილა აღმოჩენილი, რომელთაგან მხოლოდ ერთს ფოსფოლიპაზა C-ს აქვს ფერმენტული აქტივობა. დანარჩენი ცილები სიგნალის გადაცემას ისევ ცილაცილოვანი ურთიერთობით, ანუ კონფორმაციული ცვლილებებით განაგრძობენ. როგორც ცნობილია, უჯრედებში სამი ტიპის ფოსფოლიპაზა C არის აღმოჩენილი: ბეტა, გამა და დელტა. ფოსფოლიპაზა C უერთდება პლაზმური მემბრანის ჟიცილებს და შეუღლებულია მრავალი ტიპის ჰორმონისა თუ ნეიროგადამცემის რეცეპტორთან, მაგალითად ადრენალინის, ნორადრენალინის, დოპამინის, ჰისტამინის და ასე შემდეგ. ფოსფოლიპაზა C დელტას გამოაქტივებელი მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია.
ხოლო ფოსფოლიპაზა გამა კი ურთიერთქმედებს თიროზინ პროტეინ კინაზებთან და შესაბამისად ზრდის ამ ფაქტორების ციტოპლაზმურ და შესაბამისად ზრდის ფაქტორების ციტოპლაზმურ დომენებთან. და რადგან ამ ფერმენტებიდან მხოლოდ მას გააჩნია ესაშორი რეგიონი, ირკვევა, რომ ზრდის ფაქტორების მოქმედების ერთ-ერთ ბიოლოგიურ მექანიზმს შესაძლებელია ფოსფოლიპაზა C-ს გააქტივება წარმოადგენდეს. ისევე როგორც ჟიცილებთან დაკავშირებული ფოსფოლიპაზების შემთხვევაში, ამ დროს ფერმენტის გააქტივება დიაცილგლიცერიდისა და ტრიფოსფოინოზიტოლის პროდუქციას იწვევს ფოსფატიდილ ინოზიდ ფოსფატიდან. რა თქვენ უკვე იცით, რომ ტრიფოსფოინოზიტოლი თავის მხრივ განაპირობებს კალციუმის მობილიზაციას უჯრედში და რეზერვუარებიდან, კერძოდ ენდოპლაზმური ბადიდან. ამიტომ ხშირად ზრდის ფაქტორების მიტოგენურ ეფექტს თან სდევს უჯრედში კალციუმის კონცენტრაციის მატება. როგორც უკვე აღნიშნეთ, ზრდის ფაქტორების რეცეფციაში და სიგნალის ტრანსდუქციაში მონაწილე ცილების უმრავლესობა წარმოადგენს პროტოონკოგენების პროდუქტს. გამონაკლისს არც თვით ზრდის ფაქტორების რეცეპტორები შეადგენენ. დადგენილია, რომ ეპიდერმისის ზრდის ფაქტორის და სიმსივნის ზრდის ფაქტორის რეცეპტორთა პროტოონკოგენია უჯრედული RBB2-ნიუ, ანუ CRB2-ნიუ. თრომბოციტების აგრეგაციის ფაქტორის რეცეპტორისა GSF1-FMS, მაკროფაგების კოლონიის წარმოქმნელი ფაქტორების რეცეპტორისა C-KET და ასე შემდეგ. ამ პროტოონკოგენების ზოგიერთი ანალოგი, მაგალითად ვირუსული RBB რეტროვირუსებშია აღმოჩენილი და მათი ინფიცირება აფთვისებიან გადაგვარებას იწვევს. რეტროვირუსული წარმოშობის ონკოცილებს უჯრედგარე რეცეპტორული დომენი აკლია, რის გამოც ანომალიურ ჰეტეროდიმერულ კომპლექსს წარმოქმნიან და ინფორმაციის გადაცემის მექანიზმს არღვევენ. ამიტომ უჯრედი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყოველგვარი ჰორმონის გარეშე გააქტივებულია და ის ინტენსიურად მრავლდება. ერთ-ერთი გავრცელებული ონკოგენი, რომლის ექსპრესია მრავალი ტიპის სიმსივნეში მშრალდება, არის RB2-ნიუ. როგორც უკვე აღნიშნეთ, მის ნორმალურ ანალოგებს წარმოადგენს ის პროტოონკოგენები, რომლებიც ეპიდერმისის ზრდის ფაქტორისა და სიმსივნის ზრდის ფაქტორის რეცეპტორებს კოდირებენ. ონკოცილის მოლეკულური წონა მცირეა, დაახლოებით 123 კილოდალტონია ნორმალურ რეცეპტორთან შედარებით, რომელიც 170 კილოდალტონია. ნორმალური გენის გარდაქმნა ონკოანალოგად წარმოებს წერტილოვანი მუტაციის შედეგად, რის გამოც ცილოვან პროდუქტში ვალინის მსგავსად გლუტამინის მჟავა აღმოჩნდება. ამის შედეგად რეცეპტორის თიროზინ პროტეინკინაზური აქტივობა იზრდება ლიგანდის დაკავშირების გარეშე და უჯრედი არარეგულირებად პროლიფერაციის სტადიაზე გადადის. ამრიგად, ამ პროტოონკოგენის ონკოგენად გარდაქმნა ან რეტროვირუსების საშუალებით, ან წერტილოვანი მუტაციის შედეგად ხდება და ორივე შემთხვევაში ონკოცილას დაკარგული აქვს ზრდის ფაქტორის შეგრძნების უნარი. როგორც აღნიშნეთ, ესაშო რეგიონიანი ცილების ათობი წარმომადგენელია დახასიათებული და მათი ასეთი რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ ზრდის ფაქტორების ბიოლოგიური ეფექტი შესაძლებელია იყოს მრავალმხრივი და არ იფარგლებოდეს მხოლოდ ფოსფოლიპაზების გააქტივებით და ერთ-ერთ ასეთ გზას წარმოადგენს რასის კასკადი.